რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. ბოლო მონაცემებით 5 წელიწადში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა 40-ჯერ გაიზარდა. საბანკო სექტორი დინამიურ და თვალშისაცემ ზრდას ისევ განაგრძობს და ბოლო მონაცემებით პირველ კვარტალში ბანკების მოგება 50%-ით იყო გაზრდილი. ამის პარალელურად გაიზარდა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვიც 700 მილიონზე მეტი ლარამდე, რაც 13%-იანი ზრდა არის. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით ზრდის ტენდენცია დაახლოებით 2 წელზე მეტია მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ და აქტუალურ თემას, ბანკების მიერ დასაკუთრებულ ქონებას ამ მხრივ საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია შეიმჩნევა. ბოლო მონაცემებით, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ამსახველი სტატისტიკა მოწმობს, რომ 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება თითქმის 40-ჯერ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 312 მილიონ ლარს გადააჭერა. იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული მონაცემების სიმართლეს, რადიო კომერსანტის ჟურნალისტი საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ ზურაბ გვასალიას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მონაცემები არაზუსტია. ბატონი ზურა დაგვირდა, რომ გადმოგვიგზავნის მასალას ამ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება აისახოს საბანკო პოლიტიკა მომხმარებლის სოციალურ მდგომარეობაზე და იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩემს სტუმრებთან ერთად ბატონ აკაკი ჩარგეიშვილთან, რომელიც გახლავთ ადვოკატი და ბიზნეს ექსპერტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრთან ბატონ მერაბ ჯანიაშვილთან. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის ბატონებო. პირველი კუთხით გადავალ ბატონ მერაბთან. ბატონო მერაბ, როგორც უკვე მოვისმინეთ, 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება თითქმის 40-ჯერ გაიზარდა და 312 მილიონ ლარს გადააჭარბა. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრი, რითაა გამოწვეული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების ასეთი ზრდა ბოლო 5 წელიწადში? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მევესალმებით თქვენს მსმენელებს, მოგესალმებით თქვენ. თუ დავაკვირდებით ტენდენციას, ზრდა შეინიშნება დასაკუთრებულ ქონებასთან დაკავშირებით 2008 წლის შემდეგ, მანამდე ბანკები ფაქტობრივად ძალიან მცირე რაოდენობით ქონებას ფლობდნენ საკუთარ ბალანსზე, თუმცა 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოსახლეობას და ბიზნესს გაუჭირდა თანხების გადახდა, მასიურად დაიწყო ბანკებმა სხვადასხვა ქონების დასაკუთრება, რაც ასე ვთქვათ, სესხებში ქონდეს ჩადებული. მე პირადად არ მესმის ბატონ ზურაბ გვასალიას კომენტარი, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მოწოდებული და ყველა ბანკს საკუთარ აუდიტორულ დასკვნებში უწერიათ ეს მონაცემი, ანუ საჯაროა და ბანკების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაბამისად მის მიმართ, ასე ვთქვათ, ეჭვის შეტანა ჩვენ არანაირ საფუძველი არ გვაქვს. თუ ტყუილია, მაშინ ბანკებს სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევთ ამის გამო, იმიტომ რომ მათი გავრცელებული ინფორმაცია. რაც შეეხება დასაკუთრებული ქონების ზრდის ტენდენციას, ეს როგორი მაჩვენებელია, იცით რომ ანუ შეიძლება ახლა თუ არის თქვა 301 მილიონი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ 5-6 წლის მანძილზე ბანკებმა 301 მილიონის ქონება დაისაკუთრეს. არა, ანუ მათ დაისაკუთრეს გაცილებით მეტის, მაგრამ რაღაც ნაწილის რეალიზაცია უკვე მოახდინეს, რაღაც ნაწილი კვლავ ბალანსი აქვს. ანუ მათ ბალანსი არის 301 მილიონი, მაგრამ დანარჩენი რაც დაისაკუთრეს უკვე რეალიზებული. და უმეტესწილად, ანუ მათ ბალანსზე არსებული ქონება არის ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, შემდეგ ამ ბანკებმა გადაწყვიტეს თქვა ამ ქონებაში გარკვეული ბიზნესის წარმოება. ანუ მაგალითად დაისაკუთრეს რაღაც უძრავი ქონება და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სამშენებლო კომპანია შეიქმნათ და აეშენებინათ, თქვა ესა თუ ის. ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, ჩვენ ბატონი აკაკის აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, იურიდიული შეფასება რომ გააკეთოთ, კანონმდებლობის ბრალი არის, რომ ასეთი დიდი რაოდენობის ქონება დაისაკუთრა ბანკმა თუ მომხმარებლის არაინფორმირებულობის თუ რითი არის ეს გამოწვეული?
მადლობთ მოგესალმებით რა თქმა უნდა და მადლობა ასეთი აქტუალური თემების გაშუქებისათვის მუდმივად. პირველ რიგში, რასაც ალბათ ყოველ გადაცემაში ვიმეორებ ხოლმე, იმას ვიტყვი, რომ ეს არის განათლება. რა თქმა უნდა, რომელიც უკავშირდება ინფორმირებულობას, ვინაიდან მეტი გარკვეული კომპონენტი ამ ურთიერთობებში, როდესაც დასაკუთრება ხდება გარკვეული ქონებების, ძირითადად საკრედიტო რესურსები ეს არ არის მხოლოდ იპოთეკური სესხები. ეს არის სამოყვარებლო სესხები და საყოფაცხოვრებო დონეზე, ასე ვთქვათ, განხორციელებული საბანკო განვადებას, რასაც ეძახის პირობით ენაზე, იურიდიულად რო არ ვთქვათ, განვადების ენაზე. ამიტომ მე დღეს შევეცადე, რომ არის საქართველოს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო კოდექსში 370 მუხლი არის და ჩავიკითხა ამას თქვენთვის უფრო ნათელი რო იყოს, რას გულისხმობ ამ ინფორმირებულობაში და მომხმარებელმაც თუ კი ვინმე გვისმენს და ამას გაიგებს, რაღაცნაირად თავი დაიცვას ამ ურთიერთობებში, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივ თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე ნივთების შეძენის დროს ამ, ასე ვთქვათ, უფლების რეალიზაციას ძალიან ბევრი, ან უმეტეს შემთხვევაში უმრავლესობა არ ახორციელებს, ხო? პირდაპირ წერია სამოქალაქო კოდექსში, ეს არის 370 მუხლი, სამომხმარებლო კრედიტი, ასეთ ცნებას იცნობს სამოქალაქო კოდექსი. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიღებს შეუძლია უარი თქვას, ანუ მომხმარებელს, ხო, კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგულისხმება, როდესაც ყიდულობ ნივთს და იმავდროულად განვადებას გთავაზობს ბანკი, ანუ ამ საყოფაცხოვრებო დონეზე. სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ, ანუ პრეტენზია გამყიდველის, ანუ მაღაზიის მიმართ, მას ეს შესაძლო ეს გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების მიმართ უარის თქმის უფლებას. ანუ თუ კი თქვენ პრეტენზია გაქვთ კონკრეტულ შემთხვევაში იმ შეძენილ ნივთთან დაკავშირებით, რომელიც კრედიტის რესურსით მიიღეთ, თქვენ შეგიძლიათ და პრეტენზია გაქვთ მაღაზიასთან და ამ დროს ბანკი თქვენ გთხოვთ ამ თანხის დაბრუნებას და ეს დროში შეზღუდული ხართ და ამ საგარანტიო პირობების რეალიზაციას ვერ ახდენთ, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთი ტიპის სამომხმარებლო კრედიტის დაბრუნებას. შემდეგი ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის, ანუ ის რაც იყიდეთ, ჩეკი, ქვითარი რაც გაქვთ და პლუს ბანკთან დადებული განვადება, იქვე ადგილზევე რომელიც გეთდება, ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას. ანუ ეს არის ერთი ხელშეკრულება განვადებით აღება ბანკთან ერთად რაიმე ნივთის შეძენის დროს, ხო? როდესაც განვადებას თავაზობენ, მათ შორის უპროცენტოს, რომელზეც თქვენ არაერთხელ ვისაუბრეთ გადაცემაში. თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობა ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა. ანუ ცალსახარი მოქმედი კანონმდებლობით დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის შეიძლება რაღაც სიურპრიზად იქნეს აღქმული, რომ უი კრედიტის დაბრუნება შემილი არ დავაბრუნო, არა, ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ იურიდიულად ვამბობთ იმას, რომ თუ კი რაიმე პრეტენზია მყიდველთან გაგაჩნიათ და ეს მიბმული არის სახელშეკრულებო ურთიერთობით, აგრეთვე საკრედიტო რესურსებთან, ანუ საბანკო თუ სხვა, რომელიც თან სდევდა ამ ურთიერთობას, თქვენ შეგიძლიათ ვიდრე დაობთ, ვიდრე არკვევთ ამ ურთიერთობას გამყიდველთან, ანუ მაღაზიასთან, ბანკს უარი უთხრათ და არ შეასრულოთ ეს საკრედიტო მოთხოვნა, ვიდრე სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული, კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებლის, ანუ მყიდველის უფლებები, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა სწორად იცოდეს, ყველამ სწორად გაიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? ნებისმიერი პრეტენზია, რაც შეიძლება გქონდეს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკაში არ გქონია ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი, რომელიც ნივთს ან აბრუნებს, რომელიც არის განვადებით, ან ნივთთან დაკავშირებით წუნი არსებობს და პრეტენზია გააჩნია, ბანკი არასდროს არ გაჩერებულა ამის გამო და ეუბნება ეს შენი პრობლემაა. ხო, ეს არის ძალიან ამიტომ ვამბობ, ყოველთვის მაპატიეთ ვიმეორებ, განათლებულობა, ინფორმირებულობა უპირველესი რესურსია ამ ურთიერთობების დაკმაყოფილებისათვის, ხო? ეს არის ერთი ნაწილი, რისი თქმაც მინდოდა, რაც შეეხება თვითონ ცდუნებას ბანკების მხრიდან ქონებისა, მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები ბატონი მერაბის მიერ შეფასებას, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქონება ბანკებმა უკვე რეალიზებაში მოახდინეს და ძალიან ბევრი ქონებით ბანკები, ანუ იმიტომ აგროვებენ ამ საკრედიტო რესურსებს, ანუ ცდუნება აქაც დიდია, ვინაიდან რეალურად
ამ ცდუნების ქვეშ დგას უკვე მათი კონკრეტული ბიზნეს ინტერესები. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ კი ბანკს რაიმე ქონება დაუგროვდება, ეს ქონება შესაძლებელია იჯარით გასცე, ასეთი ზოგადად ასე დაიწყო საქართველოში ბანკებმა თავიანთი არაპროფილური მიმართულებები. შესაბამისად, ამას მოყვა ის, რომ სამშენებლო კომპანიების გაფართოება და ინტერესები აქეთ წავიდა, ამას მოყვა, რომ მაშინ მე ჩემს საქონელს შევიტან, რაღაც სხვას მივცე სავაჭრო ცენტრი, ასე შემდეგ და მივიღეთ ეს სურათი აი ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ეს კი არ უნდა გვიკვირდეს, ჩვენ უნდა გვიკვირდეს, რატო არ ვაგვარებთ ამ პრობლემას. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნებოდა ჩემი განმარტებისთვის. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ტენდენციებით თუ გაგრძელდება და ასეთი ტემპებით, პრობლემის სვლა, ასე ვთქვათ, არ შევეცდებით ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა მოგვარდეს. შეიძლება თუ არა მივიდეთ სერიოზულ სოციალურ პრობლემებამდე მოსახლეობისთვის და მოქალაქეებისთვის ჩვენი ქვეყნის. ბატონო აგაკი, თქვენ გითხავთ ამას. ბატონო, სიამოვნებით, რა თქმა უნდა, ასე რომ დავიწყოთ, ეს შეიძლება ცოტა ლაკონური იყოს, მაგრამ რეალობა ხომ იმაშია, რომ მომხმარებლის უფლებები პირდაპირ პროპორციულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კანონმდებლობა და რა საკანონმდებლო უზრუნველყოფა არსებობს. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს საგადასახადო კოდექსი, რომელიც არაფრისთვის არ ჩერდება და ჩვეულებრივ გადასახადთან მიმართებაში დარიცხვას და ასე შემდეგ ახორციელებს. მეორეს მხრივ საიდან უნდა მოვიტანოთ ის რესურსი, რომელთაც რაღაც უნდა გადავიხადოთ, ანუ აქტიურობა უნდა იყოს. ბანკების მხრიდან ზოგადად ასეთი დამოკიდებულება პასიურ მდგომარეობაში აყენებს აი თუნდაც წვრილ ბიზნეს ურთიერთობებს და ადამიანებისათვის, რა თქმა უნდა, წვრილი აქტიურობაც კი უკვე მისაღები აღარ არის, იმიტომ რომ საგადასახადო კოდექსი არ ჩერდება, ბანკები ამ შემთხვევაში არანაირად არ ჩერდებიან, მოგახსენეთ აგერ 360 მუხლი, შესაბამისად ამას მივყავართ იქამდე, რომ ძალიან ბევრი რამ ჩერდება და გაჩერება ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. ჯობია გააკეთო, გაგიფუჭდეს და იფიქრო როგორ გამოასწორო, ვიდრე გაჩერდე და არაფერს არ აკეთებდე და თავისთავად ცხადია ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება სოციალურ მდგომარეობას. გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ბატონო მერაბ შემდეგ კითხვით თქვენთან გადმოვალ. საქართველოში ყოველთვის ცნობილი არის, რომ იპოთეკური სასხები სიდიდით გამოირჩევა, სავარაუდოდ იპოთეკურ სასხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ მერყეობს 12%-დან 20%-მდე, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია და მეთანხმება ჩემი მსმენელი იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნებში მსგავსი ტიპის სასხის პროცენტთან შედარებით თუ შევადარებთ, სადაც 4%-იანი წლიური და 7%-იანი სასხები არის. დიდი განსხვავებაა. თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს ასეთ მაღალ პროცენტს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით? მე მესმის, რომ რისკები ძალიან მაღალი არის, მაგრამ გარდა ამისა კიდევ რითია განპირობებული ასეთი ძვირი კრედიტი? მიცით რა არის ეს იპოთეკური კრედიტებზე, ასე ვთქვათ, მაღალი საპროცენტო განაკვეთები უმეტესწილად მაშინ გაჩნდა, როდესაც სამშენებლო ბუმი იყო ეგრეთ წოდებული, ალბათ 2007-2008 წლებში, 2008 წლის დასაწყისში, როდესაც უამრავი შენობა შენდებოდა, გარკვეული თვალსაზრისით მოსახლეობას არ ქონდა, თქვათ, იმის ფინანსური რესურსი, რომ ეს ბინები ეყიდა, იმიტომ რომ ბინების ფასი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბანკები ქმნიდნენ არარსებულ მოთხოვნას ამ პროდუქტზე და ძალიან მარტივად გასცემდნენ სასხებს. თუ გახსოვთ, იყო უამრავი, თქვათ, აქციები, რეკლამები, რომ იპოთეკური სასხი გაიცემოდა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე და არ აინტერესებდა, თქვათ, რა შემოსავალი ჰქონდა და ასე შემდეგ. თავარი იყო, თქვათ, ის ბინა ჩაგედო, რომელსაც ყიდულობდი. შესაბამისად, მოსახლეობაც, ასე ვთქვათ, თანხმდებოდა ამ ძვირად ღირებულ კრედიტებს და შედეგად შემდეგ, როდესაც მცირე ხარვეზი მოხდა, მცირე არა, დიდი პრობლემა მოხდა ხარვეზი ჩვენს ეკონომიკაში და ბანკებმა დაიწყეს ამ ფულის უკან ამოღება და ზოგ შემთხვევაში დროზე ადრეც კი მოთხოვეს კომპანიებს და მოსახლეობას თანხის დაბრუნება. მოხდა ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ბინა და უამრავი ადამიანი, თქვა დღესდღეობით იპოთეკური პრობლემის წინაშე. რაც შეეხება თვითონ იპოთეკური კრედიტების სიზურეს, რა თქმა უნდა, თქვა არც სხვა სასხებია
IAP ესე რო ვთქვათ, მაგრამ იპოთეკური სესხი რაგან უზრუნველყოფილი სესხია, როგორც წესი, ძალიან დაბალ პროცენტად გაიცემა ხოლმე განვითარებულ ქვეყნებში და ამასთან ერთად არსებობს უამრავი პროგრამები, მაგალითად ევროპის ქვეყნებში, როდესაც ახალ დაქორწინებულები ძალიან დაბალ პროცენტად იღებენ სესხს, სახელმწიფო უდგება გარანტულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა, ხო, ნუ ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ არ არის არანაირი ასე ვთქვათ პროგრამები და ბანკებსაც დიდად არ აღელვებთ ის რომ მაღალი პროცენტია იპოთეკაზე, იმიტომ რომ დღეისათვის ქვეყანაში ფინანსური სიმშილია გარკვეულწილად, იმიტომ რომ თუ შენ გინდა ბინის ყიდვა, ერთადერთი საშუალება რომ ფინანსები მოიძიო სესხი აიღო არის საბანკო სექტორი, სადაც თითქმის ერთნაირი ასე ვთქვათ იპოთეკური სესხებზე საპროცენტო განაკვეთებია, თუ წახვალ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ორმაგად და სამმაგად ზვირია, შესაბამისად ბანკები ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირია კრედიტები, მოთხოვნა მაინც არსებობს, იმიტომ რომ სხვა შანსი არ არსებობს, სხვა გამოსავალი არ აქვს მოსახლეობას. ამიტომ ის იძულებულია, რომ მივიდეს და აიღოს ეს ზვირადღირებული კრედიტი და ბანკს რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ მაღალი მოგება მიიღოს, ვიდრე დაბალ პროცენტში გასცეს სესხი და დღესდღეობით ბაზარზე ასე ვთქვათ, სამი ბანკი ქმნის ამით და სხვა ბანკებიც ასე თუ ისე უწყობენ, ასე ვთქვათ, მათ პოლიტიკას შემდეგ ფეხს. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს შემდეგი შეკითხვა ბატონ აკაკისთან. ამ ბოლო დროს გამოჩნდა ესეთი ინფორმაცია, რომ TBC ბანკი და ლისი დეველოპმენტი მომხმარებელს ერთობლივ პროდუქტს თავაზობს და კერძოდ ლისი ვერანდაზე უძრავი ქონების შეძენის მსურველები 0%-იანი იპოთეკური სასხით ისარგებლებენ 15 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად TBC ბანკიდან. ასეთი ექსკლუზიური პროდუქტი შემოგთავაზა TBC ბანკმა, ну, რამდენად რეალურია 0%, ეს კიდევ ცალკე სხვა თემაა, მაგრამ ბაზარზე არსებული სხვა იპოთეკური კრედიტისგან განსხვავებით მაინც დაბალი საპროცენტო განაკვეთი არის. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება შეითვალოს ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, როდესაც ბაზარზე გვაქვს ძალიან ძვირი იპოთეკური კრედიტი, მაგრამ ამ დროს კონკრეტულ ადგილზე ექსკლუზიურ პროდუქტს თავაზობს TBC ბანკი 0%-ად. რამდენად იზღუდება მომხმარებლის არჩევანი და უფლება? დიახ, ეს ერთ-ერთი აგრეთვე პრობლემური თემაა, ვინაიდან უკავშირდება აგრეთვე საკანონმდებლო პრობლემატიკას მომხმარებლის და სახელმწიფო პოლიტიკას და მიდგომებს, სადაც სახელმწიფო ან არ მუშაობს, ან ვერ მუშაობს და უნდა მუშაობდეს და თავის ფუნქციას არ ახორციელებს, ხო? რეალურად რატო? ვინაიდან ერთი არის რომ არაპროფილურ საქმიანობაზე ბანკებისა ეს საგანგაშო თემაა და მაინც მიჩუმათებული არის დღესდღეობით და აქტუალურად ამ თემის დამუშავება არ მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში თავის დროზე იყო ამაზე გარკვეული ინიციატივები და თითქოს საწყისი სტადია ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ მაინც გაჩერდა და ნუ დღეს ისევ მიშვებულია ხელიდან. ეს უწყობს ხელს ამ ტიპის დამოკიდებულებებს. ჩვენმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა აგრეთვე მიიღო ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, გახსოვთ რა დიდი ზარზეიმით ხდებოდა ამ ურთიერთობებს, რომ ძალიან ბევრი რამ დარეგულირდება და იმედი ნამდვილად ეკონომიკისათვის, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს, ერთ-ერთი დონორი ამ შემთხვევაში საკანონმდებლო, რა თქმა უნდა, ანტიმონოპოლიური რეგულაციებია და მომხმარებელთან დაკავშირებული რეგულაციები. ასეთი შემთხვევა არა გვაქვს მხოლოდ TBC ბანკთან მიმართებაში. იგივე შემთხვევები გვაქვს საქართველოს ბანკთან მიმართებაში M კვადრატის დონეზე. ისინი ახორციელებენ თავიანთ არაპროფილურ ბიზნესებს. იგივე გახსოვთ საქართველოს ბანკმა გამოაცხადა, რომ ის უნივერსიტეტს ხნის, რომ საბანკო კუთხე. აი, შეკითხვა დავსვათ მარტივად, რატომ? თუკი მათ აქვთ ეს რესურსი, ანუ ბანკებს აქვთ ამ რესურსი, ეს რესურსი უნდა ჩაიდოს ბიზნესში, ანუ ბიზნესმენებს ანუ არაპროფილებს უნდა მისცენ ეს ფული, რომლებმაც უნდა მოახმარონ ამ ბიზნესის განვითარებას და ბანკი ამით უნდა იყოს დაინტერესებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე და ბატონ მერაბს დიდი სურვილი გვაქვს დღეს, რომ გავხსნათ სერიოზული ფინანსური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ვინაიდან ინსტიტუციურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენ როგორც ორგანიზაციის, ისე პიროვნულ დონეზე. ამ დროს ჩვენ გვჭირდება ფინანსური რესურსი და ჩვენ მივალთ საქართველოს ბანკში და ვეტყვით, რომ ბატონებო, თუ შეიძლება ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი, ძალიან სერიოზულ კადრებს გამოუშვებთ, ძალიან სერიოზული ლექტორები გვეყოლება, ძალიან სერიოზული კონტაქტები გვაქვს და დაგვიფინანსეთ და თქვენ ნახავთ რა კარგ კადრებს მიიღებთ სამომავლოდ ბანკში როგორც რესურს, ხო? ანუ საკადრო რესურს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დავსვათ პირდაპირ შეკითხვა, აქვს რომ ინტერესი საქართველოს ბანკი იქნება სხვა ბანკი, რომ დააფინანსო, ვინაიდან კონკურენციაში შემოდის უკვე იქ იმ ინტერესთან რაც გაქვს. იგივეა ამ შემთხვევაში TBC-ის მიერ გამოცხადებული
მოპოვებული 8%-იანი, იმიტომ რომ კონკრეტულ ადგილას კონკრეტული მშენებლობა აქვს და იზიდავს თავისი ბიზნესის განვითარებისათვის და ისევ თავისი ფულით აკეთებინებს ამას მომხმარებელს. პირდაპირი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ მუშაობის, სახელმწიფოს გარკვეული ინსტიტუტების არ ამოქმედების და ესეთი ნიჰილისტური მიდგომების პრობლემასთან ვართ პირდაპირ კავშირში, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება მომხმარებლის ჩივილი, ამას ჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე რეგულაციური ის მდგომარეობა, რომ ბანკმა აკეთოს ბანკის საქმე, მომხმარებელმა მომხმარებლის, ხოლო ბიზნესმა ბიზნესის, მაგრამ დღეს ყველაფერს, როგორც ადრე გითხარით, სახელმწიფოს მართავენ ბანკები. ეს არაერთხელ თქვი და აი იგივე ამ შემთხვევაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ვერ ეწევა, არ ეწევა, არ მუშაობს თუ სად არის არ ვიცით, ასეთი ტიპის განცხადებები და ასე ვითარდება დღეს, ანუ თავისივე ფულით, თავისივე ბიზნესში, თავისივე დაკრედიტებით, თავისივე მენეჯერებით აკეთებს იმას, რომ დამატებით იზიდავს და დამატებით რეგულაციაში და მართვაში არის ბანკი შენთან ერთად. როგორც ბიზნესის ხრივ, ასევე საკრედიტო რესურსის ხრივ და ცხოვრებაშიც ალბათ ბანკები დაგვიწყებენ მართვას და მართავენ კიდევაც როგორც ვათქვათ, ხო? ბატონო, მერაბ თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ტიპის ბანკის მცდელობად, რომ მონოპოლია ჰქონდეს ამ ბაზარზე? მონოპოლია ჯერჯერობით ვერ დავარქვევთ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვათ ეს ნაბიჯი და საქართველოს ბანკის ნაბიჯი ამ კვადრატთან დაკავშირებით თავისთავად ჩაძირავს დამოუკიდებელ სამშენებლო კომპანიებს, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ ის პირობები შეთავაზონ მომხმარებელს, რასაც ესენი თავაზობენ. და თან წარმოიდგინეთ, როდესაც ორ უმსხვილეს ბანკს საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს და ასე ვთქვათ, საკუთარ ბიზნესს აწარმოებს ამ სფეროში, ისინი არ არიან დაინტერესებული, ვთქვათ, რომელიღაც დამოუკიდებელ მშენებელს სესხი მიცენ რაიმე ბიზნეს აშენებაზე, ხო? რატო დააფინანსებს ის საკუთარ კონკურენტს? ანუ, როდესაც ბანკებს იმდენი რესურსი აქვთ, რომ საკუთარი უამრავი ბიზნესი აწარმოონ, რა ვიცი, საქართველოს ბანკი 50-ზე მეტი შვილობილი ყავს და კიდე იმათი შვილობილები რამდენია, ვინ იცის? ანუ, მათ ძალიან კარგად თქვა ბატონმა აკაკიმ, რომ ბანკის ფუნქცია არის, რომ დააკრედიტოს ბიზნესი და ფინანსები ჩადოს ეკონომიკაში და არა ის, რომ თვითონ აწარმოოს ბიზნესი. დღესდღეობით ბანკები სამწუხაროდ თვითონ აწარმოებენ ამ ბიზნესს და რამდენიმე ხნის წინ აღარ მახსოვს ზუსტად თუ არ ვწდები ერთ-ერთმა მშენებელმა თქვა, რომ ანუ ბანკი უნდა იყოს შენთვის როგორც ასე ვთქვათ მოძღვარი, მღვდელი, რომელთანაც მიდიხარ და ახსარება საბარებ, რომ აი ყველა საიდუმლოს უმხეს შენსას შენი ბიზნესის წარმატების, ასე ვთქვათ, გზა რა. თორნიგემ განაცხადა ეს. ანუ შენი ბიზნესის წარმატების გზა რა არის? დღესდღეობით უკვე ბიზნესმენს ეშინია, რომ თუ მივადა ბანკს წარუდგენს თავის ბიზნეს გეგმას და ის ბანკი აღმოაჩენს, რომ ძალიან მომგებიანია ეს ბიზნესი, რატომ იცემს სესხს ამას? ადგმოდა თვითონ დაიწყებს საერთოდ. არაერთი მაგალითი. ხო და არის კიდე შემთხვევები, როდესაც რომ სესხს მიცემს, დაინახავს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია, შემდეგ ხელშეკრულებაში აქ ესეთი მუხლი, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოთხოვს თანხის მთლიანად უკან დაბრუნება, თხოვს ამ მუხლს იყენებს, ბიზნესი ვერ იხდის სესხს და ეს ბიზნესი კოტრდება და ბანკის შემადგენლობაში ბიზნესმენს იჭერენ, ხო, ბიზნესმენს ბანკის დაკვეთით და ბანკის შემადგენლობაში გადადის. ანუ მიდგომა როგორია, იცით, რომ ჩემი აზრით დღესდღეობით ხო რაღაცა მსხვილ ბიზნესმენს, რომელსაც ფინანსების მოზიდვა უნდა ვერ მივა ბანკში და ვერ ეტყვის, რომ აი მე ამ ბიზნესის განსავითარებლად მინდა ვთქვათ ფინანსები. იმიტომ რომ არის შანსი, რომ მას საერთოდ დაკარგოს ეს ბიზნესი. როგორი უნდა იყოს საერთაშორისო გამოცდილებით იპოთეკური სასქი, რომ მომხმარებლის უფლება იყოს დაცული და მე მქონდეს იმის საშუალება, რომ გავაკეთო არჩევანი. ამას მე ვინ უნდა მიერეგულირებდეს? უბრალოდ ბანკს ვინ უნდა ურეგულირებდეს, რომ ჩემი უფლება იყოს დაცული? არა, უბრალოდ უნდა იყოს აკრძალული ბანკს არ ქონდეს არაპროფილური ბიზნესის წარმოება. ამ საკითხში არის ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური ბიზნესი. კი, რა თქმა უნდა, ანუ წარმოიდგინეთ, როდესაც სამშენებლო სექტორში მოხდა კრიზისი, ბანკებმა ადგენდა თავიანთი მშენებლობები დაიწყეს. ისინი საერთოდ არც დაინტერესდნენ, რომ ამ სექტორში მდგომარეობა გამოსწორებულიყო. მშენებლებს საკრედიტო, ასე ვთქვათ, ხაზები გაუჩერეს, დამტკიცებული კრედიტები აღარ მიცეს. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ იმის უფლება, რომ თვითონ აეშენებინათ და ანუ ეს სფერო ის მოთხოვნა რაც არსებობდა ამ ბაზარზე ის დაეკმაყოფილებინათ. მათ რო არ ჰქონდათ იმის უფლება, ვთქვათ, რომ ბიზნესი ეწარმოებინათ. ისინიც დაინტერესებული იქნებოდნენ, რომ სამშენებლო სექტორი ასე ვთქვათ განვითარებული იყო და ეს შემდეგ კითხვა ლოგიკურად გადადის იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ 2008 წელს განვითარებული საომარი ქმედებების შედეგად ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ უძრავი ქონების ჩამორთმევის ტენდენციის სწრაფი ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ
რომ ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო კლიენტების დიდ ნაწილს საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაუფუძდა და ბანკებმა მოსთხოვეს სესხის მთლიანად დაფარვა. შესაბამისად მოხდა აღსრულება. საერთაშორისო გამოცდილებით ბატონო აკაკი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც იურისტი, უნდა იყოს თუ არა ფორს-მაჟორში გათვალისწინებული საომარი ქმედებები? რა თქმა უნდა იყოს კი არა საერთაშორისო პრაქტიკით და საერთაშორისო გაეროს კონვენციები არსებობს ფორს-მაჟორი ეს არ არის ჩვენს მიერ რაღაც კერძო სამართალში მოგონილი ტერმინოლოგია, ეს არის გაეროს რეზოლუციებით არსებული, ინკოტერმსის წესი ჯერ კიდევ როდის იყო ჩვენამდე და ერთა ლიგიდან და ამ შემდეგ მოდის ეს ურთიერთობები, საერთაშორისო კომერციული სავაჭრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია. შესაბამისად, ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც კი იდებოდა ეს და იქიდან გამომდინარე ფორს-მაჟორზე მთელი შრომები და მთელი ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრაქტიკით ის რაც ჩვენ ერთი აბზაცით შეიძლება დაუძლეველი ძალა სამოქალაქო კოდექსში ამოვიკითხოთ, აქ მთელი წიგნები არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ომი და არამხოლოდ ომი, კანონმდებლობაში ცვლილებებიც კი გარკვეულწილად ინვესტორებისთვის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ურთიერთობა განიხილება როგორც დაუძლეველი ძალა. ანუ იქ შენ სადაც არ შეგიძლია გადაფარო მდგომარეობა, როგორც ფიზიკურმა ან იურიდიულმა ან ბიზნესმენმა პირმა, ასეთ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, ეს არის ფორს-მაჟორთან დაკავშირებული. ჩვენთან ფორს-მაჟორთან დაკავშირებით ცნობიერებაც და ცნობაც უბრალოდ არ შემიძლია და ბანკი წამართავს, მაგრამ მიზეზს საკუთარ თავში არ ვეძებთ, ჩვენ რო არ შეგვიძლია ობიექტურად არ შეგვიძლია თუ ჩვენი სუბიექტური მიდგომა. ამის ანალიზს არ ვახორციელებთ, თორემ ოფიციალურად იყო ომი, ოფიციალურად ქონდა 5 დღიანი საომარი მდგომარეობა ამ უახლოეს სამწუხაროდ ისტორიაში და ოფიციალურად მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი იქედან გამომდინარე რომ ომი ქონდა და ოკუპანტებმა მოახერხეს ის რომ ოკუპაციით ასე ვთქვათ დაასრულეს საომარი მდგომარეობა და ეს ცნობილი ზავის ხელშეკრულება რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ფრანგული ასე ვთქვათ ევროპული მხარე ჩაერთო და ეს მოხდა. ამიტომ ეს არის ოფიციალური, ამას ცნობაც კი არ ჭირდება. იმიტომ რომ ომმა გამოიწვია როგორც ეკონომიკური, ისევე სოციალური, ასე უამრავი სხვა უარყოფითი ეფექტები ადამიანების მიმართ, როგორც სურსათის მხრივ ასევე გააჩინა დამატებითი მოთხოვნა იმ ადამიანებისა, რომლებსაც დამატებით კვება ჭირდება, დევნილები მყავს ხედულობაში და ასე შემდეგ, რომელიც უნდა დაკმაყოფილდნენ და ამხელა ეკონომიკა და ამხელა რესურსი არ არის, ვერ იქნება ის რაც იყო, იქაც მოთხოვნა ნოლზე წავიდა, შესაბამისად სხვა გარემოება ფორს-მაჟორს არ ახასიათებს. ეს არის კლასიკური და ტიპიური ომი, ეს არის ფორს-მაჟორული გარემოება. გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ ძალიან მალე დაბრუნდებით. რადიო კომერცია წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ამდენი პრობლემებზე საუბრის შემდეგ მე ბოლო ბლოკი მინდა დავუთმით იმას, რომ ჩვენს მსმენელებს, რომელსაც აქვთ ურთიერთობა ბანკთან არ აქვს მნიშვნელობა რომელთან. მივცეთ რჩევა და დავაკვალიანოთ, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა, სანამ აიღებენ სესხს. ბატონო აკაკი, თქვენთან მინდა გადმოვიდე პირველი კითხვით. რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა სესხის აღებამდე და ხელშეკრულების დადებამდე. მომხმარებელი ხშირად ისედებს სასესხო ხელშეკრულებას ბანკთან, რომ კარგად არ ესმის მისი პირობები. ის შედეგადაც შეიძლება ისეთი პრობლემები შეექმნას, რომლის დადგომასთანაც ის არ არის მზად. რა უნდა გაითვალისწინოს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომხმარებლებმა სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას? ერთი ნამდვილად სერიოზულადაც და ნახევრად ხუმრობითაც ძალიან ხშირად და ბევრჯერ თქვენ გადაცემებს უნდა უსმინონ. ეს ალბათ აუცილებელია, ვინაიდან საინტერესო სახალს მოისმენენ. მეორე ის არის, რომ ის საბანკო ასოციაციები და რეალურად ბანკებზე მიბმული ურთიერთობები, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს და საბანკო ასოციაციის წესდებაში თუ გადახედავთ საიძეთებს, უდევთ ეს პირდაპირ რა უფლებებით და როგორ და. ანუ აქ უნდა მოხდეს ჩარევა ამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა სახელმწიფოს ეროვნული ბანკის და ამ დონეებზე და ეს უფლებები უფრო მეტად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სურვილი ჩემი ის იქნებოდა ერთ-ერთი რომ ნებისმიერმა ადამიანს ვინც კრედიტზე მიაკითხავს, რაღაც პატარა ტრენინგი მაინც გაიაროს, ანუ მოისმინოს რაღაც ინფორმაცია თუ როგორ რას ნიშნავს საერთოდ კრედიტა და კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა, რომ მარტო ვალდებულება არ არის და თვითონ კრედიტორსაც რომ უფლებები გააჩნია, აი პირველ რიგში ეს რომ გაიგოს ადამიანმა, იმიტომ რომ თანასწორი ყველა სამოქალაქო ურთიერთობაზე და ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოზე და დემოკრატიულობაზე გვაქვს პრეტენზია, პირველ რიგში უნდა იყოს თანასწორები ყველა
ყველა ურთიერთობებში და ჩვენ ეს თანასწორობის ბალანსი გვაქვს დარღვეული. ამიტომ ეხა კონკრეტული რეცეპტები არის ისევ და ისევ განათლებამდე მივდივართ, ისევ და ისევ მივდივართ ინფორმირებულობამდე, რაც უნდა მივახციოთ ალბათ თქვენი მეშვეობით, სხვა ინსტიტუციების მეშვეობით და პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ თუ კი ბანკს მიცა საშუალება განვითარების, მეც როგორც ერთ ადამიანს, ერთ კრედიტორს მომცეს განვითარების საშუალება, რომ თანასწორი ვიყოთ. მესმის რომ ფულადი რესურსი ბანკის ოდენა არ მექნება და სურვილია რა თქმა უნდა ყველასთვის რომ გქონდეს ჩვენ ეს, მაგრამ ობიექტურობიდან გამომდინარე, მე კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნორმებიდან გამომდინარე, უფლებებიდან გამომდინარე, იგივე თანასწორ მდგომარეობაში უნდა ვიყო და არ უნდა ვიყო დაქვემდებარებულ ვერტიკალში ბანკთან მიმართებაში და რაღაც ისეთ პოზიციაში, ხო? ბატონო მერაბ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა? მაგალითად, მომხმარებელი უნდა მივიდეს და აიღოს ნებისმიერი სახის სესხი. რა უნდა გაითვალისწინოს ბანკთან ურთიერთობისას? ხო, რა თქმა უნდა, რაღაც ელემენტარული განათლება რა ცოდნა უნდა ქონდეს ამასთან დაკავშირებით და პირველ რიგში უნდა იცოდეს რატო იღებს ამ სესხს და მიზნობრიობა ამ სესხის. მაგრამ იცით რა არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც სესხს იღებ, ხშირ კი არა 100% შემთხვევებში ხელშეკრულებები ისეთი ხელშეკრულებას აფორმებს ბანკი მომხმარებელთან, რომ ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, აგიზარდოს საპროცენტო განაკვეთი, საურავები, ჯარიმები, რა ვიცი, ნებისმიერ ყველაფრის უფლება აქვს, ესე ვთქვათ, და მომხმარებელს იმაზე მეტვალდებულებას იღებს თანხმობას, ვიდრე ხელშეკრულების გაფორმების დროს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებაში წერი, არის დაწერილი. და მე პირადად ხო, ასე თუ ისე რაღაცა ცოდნა მაქვს, ასე ვთქვათ, სესხი როგორ უნდა ავიღო და ხშირად მიდავია ბანკში სესხის აღებისას, რომ ხელშეკრულება წამიკითხავს თავიდან ბოლომდე, ვიცი რომელი მუხლებია პრობლემატური და მithქვამს, რომ ეს მუხლი არ მინდა და ამომიღეთ რა. მეუბნება ბანკის თანამშრომელი, რომ ეს მე ამის უფლება არ მაქვს. ანუ ის არის უბრალოდ ხო, ასე ვთქვათ, მექანიკური რაღაცა შუამავალი ჩემსა და იმ იურისტ შორის ბანკისა, რომელმაც დაწერა ეს ხელშეკრულება. და ჩემ გულისთვის არავინ არ ცვლის იქ ხელშეკრულებას. როგორც ჩემ გულისთვის, ისე სხვა კონკრეტული ფიზიკური პირის შემთხვევაში, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში კიდევ არის იმის შანსი, რომ რაღაცა ხელშეკრულებაში მუხლი შეიცვალოს, იმიტომ რომ ამათაც ყავთ თავისი იურისტები, ვთქვათ, იმათ და რაღაცაზე შეთანხმდე, მაგრამ ფიზიკური პირი იმდენად უფლებოა, რომ გეუბნება, რომ მე არ შემიძლია ამის ამოღება და თუ არ გინდა, მაშინ არ მოაწერო ხელი. მომხმარებელს არ აქვს ცნობა თავისი უფლებების რეალიზაციას. ბატონო აკაკი, მე როგორ ჩვეულებრივ რომ ფიზიკურ პირს მაქვს თუ არა ბატონი მერაბის მონაყოლიდან გამომდინარე, რომ მოვითხობო რომ რაღაც კონკრეტული პუნქტი შეიცვალოს. მე რომ გიპასუხოთ როგორც იურისტმა ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მე უნდა გითხრათ, თქვენ ვალდებული ხართ, თუ კი დაინახეთ, რომ თქვენ გაქვთ ისეთი პრეტენზია სამართლიანი თქვენი მხრიდან სუბიექტურ თუნდაც თქვენ ვალდებული ხართ მოითხოვოთ და ნებისმიერი იურისტის შემდგომ თქვენ თუ საქმე გაგიფუჭდათ, შემდგომ კრედიტთან დაკავშირებით პრობლემა დაგიდგათ, რომ მიხვალ და დადგებით, ასე ვთქვათ, ამ საკონსულტაციო ურთიერთობაში როგორ მოაგვაროთ საკითხი, ნებისმიერი იურისტი დაგიცნობთ შეკითხოთ, კი, მაგრამ თუ ნახე რატომ არ თქვი? ეს არის დიდი პრობლემა, ხო? და ამ დროს ყველანი სამწუხაროდ ვჩუნდებით. აი, ჩემი სურვილი იქნება პირველ რიგში, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში სამართლიანი იქნება თუ უსამართლო, ჯერ მოითხოვე და დარწმუნდი, რომ თუ არ იცოდი, დაგიმტკიცებენ. თუ იცი, შენ დაუმტკიცებ, მაგრამ პირველ რიგში მომხმარებელს უნდა ქონდეს ცნობა თავისი უფლებების რეალიზაციასთან. როგორც ბანკში, ისე სხვა ურთიერთობებში. იმედია ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს ამ რჩევებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ინფორმაცია მიიღო ჩვენმა მსმენელმა და გაივლიან აუცილებლად კონსულტაციებს მანამდე სანამ სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებენ და გარკვეულ ვალდებულებებს აიღებენ საკუთარ თავზე. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტის ეთერში გემშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად.